ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს კვირადღეა და სოლიდარობის სტუდიის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები, ხოლო დღევანდელ ეთერში სასაუბროთ მოვიწვიეთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია, ვისთან ერთადაც გვექნება იმედი მაქვს ძალიან საინტერესო საუბარი. ბატონო მამუკა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა თენგო მოწვევისათვის, მადლობა მე და მივესალმოთ ჩვენს მაყურებელს და რა ვიცი, ხოლმე ვფიქრობ რომ საინტერესო გამოსვლა. კი ბატონო, ზოგადად ჩვენი ეს გადაცემა არ გახლავთ აი ყოველდღიური ამბების მიმოხილვა, ახალი ამბების, ასე ვთქვათ, შეფასება და ანალიზი მხოლოდ, თუმცა რა თქმა უნდა, გვინდა შედგეს ისეთ საუბარი, რომ ჩვენ არც მათ შორის დღევანდელობას მოვწყდეთ. მით უფრო რომ დღევანდელ ეთერში ჩვენ გვექნება საუბარი ისტორიაზე, როგორც მეცნიერებაზე, ამ დარგის, ამ მიმართულების მნიშვნელობაზე, რატომ გჭირდება ისტორიის ცოდნა, რას ნიშნავს ალბათ პირველ რიგში ისტორიის ცოდნა, არის თუ არა ეს მხოლოდ მშრალი ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღება, თუ ეს არის კიდევ უფრო მეტი ამ ფაქტების ანალიზი, შეჯერება და მიზეშედეგობრივი კავშირების დადგენა, რომ აი რაც მოხდა ის კონკრეტული ფაქტი, რატომ მოხდა, რამ გამოიწვია, რა იყო ყველაფრის მიზეზი და რაც ყველაზე მთავარია, რაში გვეხმარება შემდეგ უკვე ამ მეცნიერების საფუძვლიანი ცოდნა თანამედროვეობაში, დღევანდელობაში და დღეს არსებული გამოწვევების გადაჭრაში. მინდა რომ ამ თემატიკის ირგვლივ წარიმართოს, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი და დავიწყოთ. ალბათ მნიშვნელოვანია პირველ შეკითხვად ასეთი თემა შემოვიტანოთ. ყველა ხალხს და ყველა ერთს აქვს ალბათ საკუთარი ისტორია და ამ ისტორიიდან გამომდინარე საკუთარი გამოწვევები და საკუთარი ამოცანებიც. რა შეიძლება აი თქვენი ხედვით, რა არის ქართველი ხალხისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის თუნდაც ან ქართველი ერისთვის, აი როგორც სწორად სწორი იქნება დავსვათ საკითხი იმ კუთხით გავაშუქოთ. რა იყო ჩვენთვის ისტორიული გამოწვევა, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე უმკლავდებოდით და როგორ ვახერხებდით ამ ყველაფერს? საკმაოდ მე პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა არის და მართლა აი ეს კონტექსტი თვითონ ისტორიული პარადიგმები პლუს თანამედროვეობაში ძალიან საინტერესო და აქტუალურია და მე და რაციონალურია თვითონ აზროვნებისთვისაც, ხედვითთვისაც, წარმოჩენისთვისაც, იმიტომ რომ ცნობილი გამოთქმაა, რომ ისტორიაო ორჯერ მეორდებაო, ხო, ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორჯერ როგორც ფარსი. ეს ჩვენ აი ეს დეფინიცია ჩვენ უამრავჯერ ვნახეთ საქართველოს ისტორიის განმავლობაში. ხა საკმაოდ თქვენი კითხვა საკმაოდ ფართო მასშტაბიანია და დიდ დროსაც და დაუშვათ დიდი მოიცავს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავიაროთ აი ძირითადი ფრაგმენტები საქართველოს ისტორიიდან და როგორ ამოგვიყვანა ჩვენ, ხო, ჩვენამდე და ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დაუშვათ დამოკიდებულება და ჩვენი ადგილი და როლი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეებში. მე ერთი მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი საქართველოს როლზე, ადგილზე, მნიშვნელობაზე, არასდროს არ უნდა გვავიწყდეს ის ჩვენი წარმომავლობა. ხო, როგორ მოვიდით აქამდე? ძალიან მიკვირს ისიც აი დამოკიდებულ ხანდახან მეცნიერება ხოლმე, რომ აი გამოდიან ვიღაცები და აი საქართველოს ისტორია ამბობენ და საერთოდ აი ეს პარადიგმული შეხება არა აქვს და იძახიან, რომ აი ახალი ქვეყანა, აი საქართველო და იმას არავინ არ ამბობს და არ აფიქსირებს, რომ რითი მოვედით და როგორ მოვედით აქამდე, ხო? საიდან მოვედით, ხო? აქამდე რაღაცით ხო მოვედით. ეს ჩვენი იდენტობა, ეს ხო თავისით არ მოსულა. ეს იდენტობა, შენი კულტურა, ენა, ყოფა, ცხოვრება, ცხოვრების წესი, დამოკიდებულება და ჩვენი ინდივიდუალობა, რაც ჩვენ
გამოგვარჩევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან და ხალხებისგან, ხო? ის ინდივიდუალიზმი, რაც ჩვენ გვაქვს, ის არავის არ აქვს მსოფლიოს თანამეგობრობაში. აი ეს და სხვა კიდე სხვა ნიმუშები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებული ერი ვართ, განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ცხოვრობს დაუწერელი კანონებით, ხო ხანდახან ადრე მეთქვია ხოლმე, რომ ეს ტრადიციაა რა, ხო არის ქვეყნები, რომელიც ცხოვრობენ ტრადიციებით, ცხოვრობენ კანონებით, კოდექსებით, ჩვენ რა თქმა უნდა ამიტომ ცხოვრობთ, მაგრამ ცხოვრობთ დაუწერელი კანონებითაც, რომელთა ჩვენ საიდან რომელიც ხშირად უფრო მტკიცე აღმოჩნდება და დროში გამოცდილი, ვიდრე დაწერილი კანონები და ეს ჩვენ მოდი ჩვენი მშობლებიდან, მამებიდან, ბაბუებიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დავაკავშიროთ და აი თვითონ ეს სემანტიკური პლასტი დროის და თქვენი ეს დროის სამართალი. აი სამართალში არის კონცენტრირებული აი ყველა ის, რითაც ჩვენ შეგვიძლია სახელმწიფოებრიობის დონე გავსაზრდოთ, ხო? სამართალი არის კვინტესენცია მთელი ამ ცხოვრების წესით. აი დღე თქვენი გადაცემას ამიტომ არის ძალიან აქტუალური და ეს თვითონ ეს სემანტიკური პლასტია საკმაოდ მიმზიდველი. რა ჯდება სამართალში, დღევანდელ სამართალში არა, აი ჩვენი ყოფა არა მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობის სამწუხაროდ ჩვენ აი ისტორიული გამოცდილება რო არ გავიზიარეთ, ისტორიული კონტექსტები რო არა გვაქვს და შესწავლილი არა გვაქვს, ან გვაქვს შესწავლილი და არ არის დაუშვათ რაციონალურად გამოყენებული, ან განივთებული, ან გააზრებული. არა გვაქვს, ხო, იმიტომ რომ საქართველოს ის ქვეყანა იყო, რომელმაც სახელმწიფოებრიობა დააკარგა და რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ერთიანობის შეგრძნება არ ჰქონდა. ანუ ქვეყანას არ ჰქონდა ერთიანობის ჩამოყალიბებული ტესტი, ხო, არა გვაქვს ჩვენ არ ვიყავით ერთიანი. აი ძალიან საინტერესო მომენტი არის, თუნებას მომცემთ მეც ჩაგეკითხებით ზუსტად აი ამ მიმართულებით. მართლაც აი ალბათ სწორი იქნება თუ ამ თარიღს ავიღებთ თემურლენგის ლაშქრობების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს, რომ საქართველოს იშლება სამეფო სამთავროებად იკარგება ერთიანი სახელმწიფოებრიობის განცდა და ამის შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მაგალითად ქართლი, კახეთი საერთოდ სხვა სამეფოა, ხოლო აი იქით ლიხსიქით საქართველოს დასავლეთი აბსოლუტურად ცალკე. რანაირად მოხდა, რომ ასწლეულების განმავლობაში აი სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში პრინციპში და სხვადასხვა იმპერიების გავლენის ქვეშ მაცხოვრებელი ხალხი, ხო? ჩვენ ისტორია ხო სამწუხაროდ ესე წარიმართა, რომ აი ამასის ზავის შემდეგ განსაკუთრებით ირანს ერგო აღმოსავლეთი, ოსმალეთს ჰქონდა პრეტენზია დასავლეთზე და აი ამ ორი განსხვავებული კულტურის პირობებში ხალხმა შეინარჩუნა როგორც ლიხსაქეთ, ისე ლიხსიქით საერთო იდენტობა და აი საუკუნეების შემდეგ, როდესაც აღდგა სახელმწიფოებრიობა, აი ეს კავშირი ქართულ ხალხს შორის კვლავ გამტკიცდა საკმაოდ მალე, რო ვთქვათ, ამას არ დაჭირდა მაინდამაინც ესეთი დიდი ასიმილაციური პროცესები, ხო? გეთანხმებით, თენგო აქ მთავარი წარმართველი მომენტი, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი ფაქტორი რელიგიაა და ჩვენი ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა, რომელმაც ერთიანობის სული შეუნარჩუნა და ერთიანი ქართული სული შენარჩუნება, ეს არის ქრისტიანული და მართლმადიდებლური ცხოვრების წესი, რითაც ჩვენ ერთიანობ დღესაც ამ ერთიანობა ამას მოაქვს, რომ ქართულ სამოციქულო ეკლესიას, მაგრამ აქ მთავარი კიდე რა არის, იცით რომ ჩვენ აი ამასის ზავი თქვენ ახსენეთ და ამასის ზავი მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს 1555 წელს, ესე იგი სპარსეთმა და ოსმალეთმა ინტერესების სფერო გაიყვეს. საქართველოს დასავლეთი ნაწილი მოხვდა ოსმალეთის გავლენის სფეროში და ანუ გადაინაწილეს თავიანთვის და გავლენის სფერო იყო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თვითონ ცხოვრების წესშიც, მაგრამ აი საბოლოო ასიმილაცია ვერ მოხდა, ხო? აი თქვენ გაიხსენეთ, აი სულ ყოველთვის მინდა აი მაგალითის მოყვანა და კარგია დღეს რომ მომეცა საშუალება იგივე, აი დაუშვა ჩაჰაბასის ქცევა, რაც მან გააკეთა და გადაასახლა სპარსეთში, არა მარტო ფერეიდანში, უამრავი ქართველები ცხოვრობდა ხუზისტანში, შირვანში, მაზანდარანში, ისპაჰანში, ხორეზდანში, ყველა ძალიან ბევრი, მაგრამ თვითონ იმპერიაში სიღრმეშიც იყო. მაგრამ მე კომპაქტურად კი ეხლაც დაახლოებით 200,000 კაცი გადასახლა, მე მქონდა ბედნიერება ფერეიდანში ყოფილიყავი, სადღაც დაახლოებით 60,000-დან 100,000-მდე ცხოვრობენ, მაგრამ ეს ის ხალხია,
რელიგიურად კი დაუშვათ ისლამი მიაღებინეს, მაგრამ აი ეს ქართული შენარჩუნებული აქვს ქართული ცხოვრების წესი შულებსაც ისე ზრდიან. მეხსიერება რო ქართველები აი არის. ზუსტად, დიახ, რა თქმა უნდა და ყველაზე მთავარი რა არის ის და მნიშვნელოვანი თენგო რომ დაბრუნება უნდა. გვარებს იბრუნებენ თავის ისტორიულ გვარებს. ქართულ ჩამოდიან საქართველოში ცხოვრება უნდა დაიბრუნო თავის მოქალაქე გვარი და მე მეკოლება სამწუხაროდ ამ ბიუროკრატიულმა აპარატმა და სახელმწიფო ბიუროკრატიამ იმდენი ბარიერები შეუქმნა მათ რომ მათ ეს საკმაოდ ძნელად მისაღწევი ხდება ფერეიდნელებისთვის ანუ ფერეიდუნე სპარსულად რომ ვთქვათ ფერეიდუნის პროვინციისთვის რომ ისინი გახდნენ ქართველები ანუ დაიბრუნონ თავის ისტორიული გვარი თავის ისტორიული მათი სურვილის მიუხედავად რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და ამიტომ იქნებს ხელისუფლებამაც რაღაც გარკვეულწილად შეუწყოს ხელი იმიტომ რომ ქვეყანაში პოპულაცია არ არის ხო და საქართველოში ეხლა ატეხილი აჟიოტაჟი და საკმაოდ ეს მოვლენები სახიფათო ქვეყნისთვის ხო ჩამოსახლება და ხედავთ რა მიგრაციული პროცესებია დღეს საქართველოში და განსაკუთრებით ჩვენს დედაქალაქში თბილისში ამიტომ მის საპირწონედ ჩვენ შეიძლება ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფერეიდანელ ქართველების ჩამოსახლებას და მათ შემოსვლას და ის რომ მათ დაიმკვიდრონ ადგილი და ფაქტიურად პოპულაციასაც იქნება იმიტომ რომ ის ფაქტიურად ქართველია ხო ყველანაირად ქართულია უბრალოდ თავისი რწმენით და რამ განაპირობა ეს ალბათ ენამ ყველაფერი ენამ შენარჩუნება რომ ამდენი საუკუნე ხო ეს მე-17 საუკუნის რათი წლები დასაწყისია და წარმოიდგინეთ ხო ეხლა უყურეთ არის მე-21 საუკუნე და თან თენგო ის ხომ არ არის რომ ეს მას უნდა ეს დაზალებით კი არ არის მისი მოთხოვნა მისი ცხოვრება მისი უნდა რომ ის ქართული გახდეს ის ქართულია მაგრამ უნდა რომ აქ დაფუძნდეს და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდეს კი და სახელმწიფო ვალდებულია ასეთ მოქალაქეებს ჩემის აზრით არ ვიცი ხელი შეუწყოს და იქნებ გარკვეულწილად რაღაც სასათბურო პირობები შეუქმნათ ქართველებს და ფერეიდნელებს რომ მათაც გაუადვილდეთ აქ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ამ ბინადრობა არ ვიცი მოკლედ ეს შეიძლება გაგრძელდეს ეს ისა. პლუს ამას აი ბატონო მამუკა ვინაიდან თქვენ სრულიად სწორად აი დღევანდელობასაც დაუკავშირეთ ალბათ სწორი იქნება ესეც აღნიშნოთ რომ სამწუხაროდ ქართული სახელმწიფო ამ მიმართულებით რაც დაკავშირებულია აი ბევრი ქვეყანა არ არის სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები ჩვენი თვისტომი ირანი ახსენეთ თქვენ იგივე აზერბაიჯანში არის ასეთი ადგილები თურქეთში ალბათ მნიშვნელოვანია რომ ქართული სახელმწიფო ამ ხალხისთვის იყოს ერთგვარი შემწე თუნდაც საგანმანათლებლო კუთხით მე მაგალითად რას გულისხმობ რომ აი საქართველოშიც ასევე არის დამკვიდრებული ხო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები იქნება ეს აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფი თუ სომხური თუ აი სადაც არის ეს კომპაქტურად ჩასახლებული ხალხი ჩემი დაკვირვებით ეხა ის სახელმწიფო აი აზერბაიჯანის რუნავს თავის მიუხედავად იმისა რომ მაგალითად მარნეულში მაცხოვრებელი აზერბაიჯანელები არ არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები ისინი რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან აზერბაიჯანი ცდილობს გარკვეულად ხელი შეუწყოს მათ აქ განათლების მიღებას აგზავნიან იქიდან ლიტერატურას სოკარი აფინანსებს სტუდენტებს აი ქართული სახელმწიფო ამ ხრივ საკმაოდ პასიურია ალბათ დამეთანხმებით ხო აი ზუსტად კარგი პასაჟია თენგო აი ზუსტად სახელმწიფო პროგრამა უნდა განისაზღვროს ჩვენ ახლა უბრალოდ კონცენტრირდით ირანის თემაზე და ფერეიდანზე მაგრამ უამრავი ქართველები ეთნიკური თურქეთში რა თქმა უნდა სადაც შეიძლება იგივე გაკეთდეს დაუშვა და სახელმწიფო იყოს გარკვეული ხიდი ხო შუამავალი და ის დაუბრუნდეს თავის ისტორიულ მიწა-წყალს რა თქმა უნდა საგანმანათლებლო სფერო სწავლის ჩამოყვანა მისთვის პირობები შექმნა ყველანაირ რა თქმა უნდა უნდა შეიქმნეს ახლა მე არ ვიცი არის მე მგონი სამინისტროა შექმნილი ხო დიასპორის და რაღაცის მაგრამ აბსოლუტურად ატროფირებულია და არაფერს არ აკეთებს აი ფაქტია რა არ ჩანს
ამბე უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და როგორც პიროვნება მე მინდა რომ ეს უფრო ფორსირებული და უფრო დინამიური იყოს ამ სამინისტროს მუშაობა, იმიტომ რომ დიასპორის საკითხები მან უნდა გადაწყვეტოს და მთელ სოფლიოშია საქართველოს დიასპორა და განსაკუთრებით ამ მეზობელ ქვეყნებში არ იგრძნობა. ეს კულტურული გაცვლითი პროგრამებიც ან დაუშვათ ხო? აი ყველაფერი ეს არის იმის შედეგი რომ აი ქართული სულის და ჩვენი ქართული ცხოვრების წესით შემოყვანა ამ ხალხის ჩვენს ორბიტაზე, ანუ ჩვენს საცხოვრებელს გამიგეთ. აი ეს ამ ხალხმა დაკარგა ერთადერთი რა აქვს დაკარგული აღქმა ქართული ცხოვრების წესით. გადმოცემით იცის მშობლებისგან ისტორიულად დაუშვათ წიგნებით, კინოებით, ფილმებით, სოციალური ქსელებით, მაგრამ მას ხო თვითონ პირადად არ უნახია. ამიტომ შენ ვალდებული ხარ სახელმწიფო რო იქნება რაღაცა პროგრამა შემუშავდეს ან რაღაცა ფონდები რომლებიც ამას დააფინანსებენ და ამას გააკეთებენ. ხალხო დგებათ ძალიან ცუდი ფაქტის წინაშე. ახლა მე იმას არ ვამბობ რომ დაუშვათ ეს ემიგრანტები და ისინი გვიშველია, მაგრამ გარკვეულწილად რაღაცა იმ პროცესს გამოასწორებენ და დეპოპულაციის. სამწუხაროდ არის დღეს საქართველოში და გავითვალისწინოთ ეს არის ხალხი ვისაც უზარმაზარი მოტივაცია აქვს. აი ზუსტად. აი ეს ხო ჩვენი ქვეყნის რეალობა რომ აქ დაბადებული, აქ გაზრდილი პრინციპში რომ ეხა რო ვთქვათ რომ არაფერი ისეთი დიდი გასაჭირი, რა თქმა უნდა ყველა ოჯახი მათ შორის უმძიმეს გაჭირვებაშია საქართველოში და სოციალური პრობლემები ბევრისთვის არავისთვის არის უცხო, მაგრამ ნუ მაინც ეხა რაღაც სიკვდილის სიცოცხლის საკითხი არ უდგას ადამიანს და მაინც თვალი იქითკენ უჭირავს რომ გაიქცეს ამ ქვეყნიდან, აქ დაბადებული ადამიანი და სხვა ქვეყანაში ჩვენი თვისტომი თან გავითვალისწინოთ რომ აქ საუბარი არის ხალხზე, რომელმაც ყოველგვარი დახმარების გარეშე შეძლო რომ შეენარჩუნებინა ხო საკუთარი იდენტობა. სხვა ქვეყნები შეიძლება მილიონობით თანხებს ხარჯავდნენ რომ სადღაც შეინახონ საკუთარი დიასპორა, იმას არ დაავიწყონ საკუთარი ფესვები და ხალხმა 300 წლის განმავლობაში უფრო მეტი ხნის განმავლობაში თვითონ საკუთარი რესურსით შეინარჩუნა იდენტობა და სურვილი აქვს რომ ისტორიულ სამშობლოს უკეთ გაეცნოს, ან აქ დაცხოვრდეს, ან კონდეს ჩვენ შეხება საქართველოსთან და ჩვენი სახელმწიფო ნაცვლად დახმარებისა ყველანაირად. ის კი არა კატეგორიულად აკრძალული იყო განსაკუთრებით ბოლო 70 წელი, 80 წელი, როცა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, საერთოდ ურთიერთობა იკრძალებოდა, თქვენ კარგად იცით და არ ვიცი, ახლა განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ძალიან ძნელი იყო. და აი ამის თქვა მინდა რომ აი სახელმწიფო პროგრამა პოლიტიკა უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით და აი ეს ამით შევინარჩუნეთ თენგო ჩვენ თავი. ხო ჩვენ ყოველთვის ვეძებდით აი ქოლგა უსაფრთხოების, ხო ჩვენი იმდენად მიმზიდველია ჩვენი ლოკაცია გეოპოლიტიკურად საქართველოში რომ ყველას უნდოდა ხო საქართველოში გავლენის სფერო ქონოდა და ამიტომ იყო რომ მუდმივი პერმანენტული ომები, პერმანენტული დაპირისპირება, ბრძოლა ხელისუფლებისათვის ვინ მოიყვანდა თავის ძალებს ხელისუფლებაში, ანუ სამეფო კარზე მიდიოდა ბრძოლები და ეხლა ნუ ეს კონკრეტიკა ძალიან შორს აგვიყვანს და დროც არ გვეყოფა, მე თუ იქნება ამის საშუალება ჩვენ კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაზე და პერიოდზე შეგვიძლია დაწვრილებით ვისაუბროთ. ჩვენ ზუსტად ეს სურვილი გვაქვს მომავალში რომ აი მიეცეს ამ ყველაფერს ციკლის სახე, სადაც იქნება საუბარი ტელეეთერში, სოციალურ ქსელში ზუსტად ასეთ ტიპის თემებზე, იმიტომ რომ ჩვენ გონია ხა მე ნამდვილად ვერ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას რომ მე დაუშვათ ჩავთვალო თავი ამ საკითხის ექსპერტად ბევრ რაღაცას, ზუსტად იმიტომ არის ჩემთვის მათ შორის ეს გადაცემა საინტერესო და თქვენნაირი რესპონდენტები რომ უამრავ რამეს ვიგებ ხოლმე და კარგი იქნება თუ მომავალშიც ამის საშუალება გვექნება. თუმცა აი დღევანდელობას რო დაუბრუნდეთ, დღეს თუ ხედავთ თქვენ იგივე გამოწვევებს და როგორც აღნიშნეთ პრინციპში დღესაც ვდგავართ ხო იგივე პრობლემების წინაშე. ხშირად არის ახმული რომ ისტორია ეს არის მკვდარი მეცნიერება, ანუ ის წარსულს შეისწავლის მხოლოდ და წარსულში მომხდარ ფაქტებს და ამას არ აქვს დღევანდელობასთან კავშირი. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ აი თქვენც როგორც აღნიშნეთ ისტორია მეორდება. ეს არის ცნობილი ფრაზა. და ის რაც წარსულში მოხდა არაერთხელ, არ არის გამორიცხული რომ მოხდეს მომავალშიც კი არა და სავარაუდოა რომ მომავალშიც მოხდება, ხო? რო ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე, რაც ისტორიულად ისედაც არსებობდა ჩვენთვის, იგივე ისლამური სახელმწიფოებიდან მომავალი და რამდენად აქტუალურია ეს ყველაფერი დღესაც. აი ზუსტად საქართველოს ისტორიას რო გადავხედავ და უახლოეს პერიოდს თენგო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცა მეორდება. აი განსაკუთრებით ჩვენ მოგვიწია იმ ეპოქაში და პერიოდში ცხოვრება, როცა საქართველო გახდა ანუ იმპერია დაინგრა, გახდა დამოუკიდებელი და აბსოლუტურად იგივე სურათი დადგა გასული საუკუნის დასაწყისში 17 წელს, როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა და საქართველო დარჩა
მარტო ანუ დამოუკიდებლობის გზისკენ, ხო? პირველი შემთხვევა იყო ის საქართველოს ისტორიაში, რომ 18 წლის მაისში ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ძალიან საინტერესო მომენტია. აი ჩვენ სამწუხაროდ არა გვაქვს იცით აი არ არის ხალხის მასამ თვითონ საზოგადოებამ არის ძალიან ბევრი ნიუანსი წვრილმანი რომ აი დღევანდელი პერიოდში ძალიან ბევრი საერთო აქვს აი იმ პერიოდთან დაკავშირებით 100 წლის წინანდელ კი ბატონო აი იგივე პროცესები დამოკიდებულება ევროპის დაუშვათ იგივე ბრიტანეთი გერმანია საფრანგეთი წამყვანი ქვეყნების ამერიკის შეერთებული შტატების ისე აი ისე რუსეთ საქართველოს დამოკიდებულება ძალიან საინტერესო მომენტია მაშინაც არსებობდა ასეთი დიდი ინტერესი კავკასიის რა თქმა უნდა არსებობდა კავკასიაში საკმაოდ დიდი ინტერესი იყო განსაკუთრებით ინგლისელების გერმანელების ინტერესი იყო გერმანიას რომ წაეგო პირველი მსოფლიო ომი საქართველოს უნდა გამختارიყო გერმანიის პროტექტორატ ეს გადაწყვეტილი იყო როდესაც ჩვენი დელეგაცია გაიმგზავრა 1918 წელს ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებლობა და იმისთვის რომ ჩვენ დამოუკიდებლობა მთელი მსოფლიოსთვის გაგვეცნო ჩვენ გავუშვით ჩვენი დელეგაცია წავიდა გერმანიაში და გერმანიიდან უნდათ რომ მთელ მსოფლიოსთვის ეცნობათ რომ საქართველოს იყო მაშინ წარმომადგენელი ხო როგორც გრაფი შულენბურგი ცნობილი პიროვნება რომელიც 44 წლის 20 ივლისს აჯანყებაში ხელმაში მონაწილეობდა და ჩამოახჩეს კი ბატონო კი შემდეგ გრაფ შულენბურგი იყო საბჭოთა კავშირში გერმანიის ელჩი 1950 ომი რომ დაიწყო შულენბურგმა შეატყობინა ვიაჩესლავ მოლოტოვს კი ბატონო ეს ის პიროვნება საკმაოდ დიდი სიმპათიით იყო განსაკუთრებით საქართველოს მიმართ და ძალიან დიდ პატივს ემდა მისი ცნობილი სიტყვებია მოლოტოვს უთხრა პირდაპირ მე ეს არ მინდოდა მე ომის დაწყება ნამდვილად არ მინდოდა და ძალიან გულწრფელი იყო ამ სიტყვებში ხო და ჩვენი დესანტი პოლიტიკური რო ჩავიდა ხო იქ ნიკო ნიკოლაძე იყო იქ ავალიშვილი იყო და უამრავი სხვა კიდე საქართველოს დამოუკიდებლობა არავინ არ ცნო არავინ არ ცნო რატომ იცით რომ ყველა გეუბნებოდა რომ შენ ჩამოყალიბდი და რუსეთთან დალაგდი ანუ რუსული თემა რუსეთ იმიტომ რომ შენ მაინც ჩვენ მაშინაც არავის უნდა და რუსეთთან დაპირისპირება ჩვენ აი ზუსტად კი ბატონო ხო ხედავთ როგორი საინტერესო ანალოგია და ვინც ნო იცით საქართველოს პირველად არგენტინამ ეხლა გაგიკვირდებათ ხო არგენტინის და მეტი სხვას არავის არ უცნეს სანამ საქართველოს არ ცნო რუსეთის ფედერაცია 20 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით და რატომ ცნო იცით ისა არგენტინა ხო არანაირი შეხება წარმოიდგინე ეხლა სულ სხვა კონტინენტი და სულ სხვა ალბათ რუსეთისგან არაერთი საფრთხე არ არა ძალიან საინტერესო მომენტი მოხდა ამ პერიოდში არგენტინაში ხელისუფლებაში იყო სამოქალაქო რადიკალური კავშირი ეს იყო კლასიკური მემარცხენე სოციალისტები ან სოციალ-დემოკრატები იყვნენ და რო ნახეს ეს უბრალოდ სოლიდარობა პარტიული სოლიდარობის მხრივ რომ გაუხარდათ რომ ჩვენი კოლეგები არიან თურმე საქართველოში ხელისუფლებაში და აიმიტომ ცნეს არგენტინას იდეოლოგიური თანხმედრა იყო და პირველი ქვეყანა იყო საქართველოს ჩემო კარგო სადაც სოციალ-დემოკრატები ხელისუფლებაში იყვნენ არავინ არ ამბობს დღეს მე ძალიან მინდა რომ შემდგომ როდესაც ჩვენ პირველ რესპუბლიკაზე ველაპარაკებთ და დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის რა თქმა უნდა ბევრი შეცდომები იყო მე პირადადაც ძალიან ბევრი ჩემი დამოუკიდებულება მაქვს და შეცდომების მიმართ რაღაც მაგრამ ისიც ძალიან საინტერესო დემოკრატიული ნაბიჯები იყო გადადგმული აი იგივე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით როდესაც 1919 წელს დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა თებერვალში პირველად ქალებს მიეცათ საქართველოში არა მხოლოდ აქტიური პასიური არჩევნებაც კი 20 წლიდან ყველას მიეცა მაშინ როდესაც ევროპაში ქალებს არ კონდათ 1918 წელს თუ არ მახსოვს ბრიტანეთმა მისცა ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ისიც 31 წლიდან და აქაც საუბარი ხმის მიცემის უფლება მისცეს და ჩვენთან ხმის მიცემის უფლება კი არა არჩეული დეპუტატები ყავდა 6 თუ 7 დეპუტატი საინტერესოდ არჩევნები ჩატარდა ეს იყო ერთპარტიული სისტემა დამფუძნებელი კრების 130 დეპუტატი ავირჩიეთ მაშინ სოციალ-დემოკრატებმა მოიგეს ნოე ჟორდანიას პარტიამ სადაც 91% დაახლოებით 800,000-ზე მეტი ამომრჩეველი იყო ისე გამართული დახვეწილი რაფინირებული საარჩევნო სიტუაცია შეიქმნა და ყველაზე მთავარი რა არის თენგო იცით საოცარი ბრძოლა იყო არჩევნებში 15 პოლიტიკური
პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა ჩემო კარგო და სულ სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა განშტოების და სხვადასხვა იდეოლოგიის აქედან 4-მა გადალახა ის 4 შევიდა 4 პარტია მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს მთელი ეს პალიტრა იყო წარმოდგენილი ბოლშევიკებმა არ მიიღეს მონაწილეობა და რატომ იცი ბოლშევიკებმა იმიტომ არ მიიღეს რომ ჩვენო არა ვართო საქართველოს ბოლშევიკები ჩვენ რუსეთისა ვართო ანუ დამოუკიდებელი პარტიული ის არ იყო და ამიტომ უარი განაცხადეს თვითონ განაცხადეს და მონაწილეობა არ მიიღეს დანარჩენმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო კიდევ უამრავი სხვა და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ნიშან სვეტი არის საქართველოში როდესაც საქართველოში მეორე ინტერნაციონალის ლიდერები ჩამოვიდნენ საქართველოში ჩამოვიდნენ რომლებსაც საქართველოს სოციალ-დემოკრატია ანუ კარლ კაუცკის ხელმძღვანელობით კაუცკის ცნობილი იდეოლოგი იყო მეორე ინტერნაციონალის ლიდერი მარქსის და ენგელსის მოწაფე და მოკლედ სერიოზული პიროვნება იყო და მან შემდეგ ნაშრომის დაწერა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დემოკრატიული სოციალიზმის პრინციპებით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა არის დღეს ევროპაშიო მოცემულობით სოციალ-დემოკრატიის კუთხით პირველი ხელსახელმწიფო იყო ხალხო ევროპაში დღეს წალეკილი აქვს და მე აქვს მემარცხენეობას და ფაქტიურად ევროპაში ხო და მაშინ ჩვენ ქართული საქართველო გახდა მოდით რა გვერდზე გადავდოთ იქ პიროვნება დაპირისპირება გასაგებია ნოე ჟორდანია მისი დაპირისპირება ილია ჭავჭე ძალიან კარგად ვიცი ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი ვიცით მაგრამ ეს ერთი თემაა და ერთი სეგმენტია მაგრამ აქ მეორე თემა ხო არის იგივე ისტორიული სამართლის და ისტორიული მეხსიერების კონტექსტში ეს რომ განვიხილოთ ხო დაიწყო აქ რაღაცა რეფორმები ამ შემთხვევაში ჩვენ სისტემაზე ვსაუბრობთ თორე ხა იქ შეიძლება ნოიჟო მენშევიკები ვინ იყვნენ და ასე შემდეგ მენშევიკები იყვნენ იგივე განაყარი სოციალიზმი აი აქაც პოლიტიკური მოტყუება იყო ესენი ენდობოდნენ რუსეთს აი წარმოგიდგენიათ ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა ლენინს და ნოე ჟორდანიას ერთმანეთში ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა ნოე ჟორდანია თავის ღირსებებით უგანათლებულესი პიროვნება იყო ევროპული განათლება ქონდათ ამასაც ჩხენკელსაც ჩხეიძესაც კაკიწერეთასაც ყველა ეს პროტაგონისტები იყვნენ ამათ მოახდინეს რევოლუცია პეტროგრადში ლენინი ესენი იყვნენ წამყვანი ფიგურები იქ მოსკოვში მათ შორის რუსულ ზუსტად აბა მაგას გეუბნებით ხო აი კაკიწერეთელი და ჩხეიძე და სახელმწიფო სათათბირო და გადატრიალება რომ მოხდა თებერვლის ესენი იყვნენ პროტაგონისტები და ლიდერები ქართველები და ამათ შექმნეს იქ ახალი რუსული სახელმწიფო ანუ რომანოვის სამასლიანი დინასტიის ჩამოგდების შემდეგ ხო და აი ზუსტად აი ამ კუთხით მინდოდა იცით ეს არ იყო შემთხვევით მოსული მე ხლა ამას არანაირი დაუშვათ რაღაც აი თავს მოხვევის და იმ პრინციპებით ვსაუბრობ მე ვსაუბრობ ის რაც მაშინ კეთდებოდა და აი ანალოგია ხდება ისეთ აი რო დაუკვირდეთ ისტორია მართლა საოცარი რაღაცაა როდესაც ჩვენ დავიწყეთ დამოუკიდებლობისათვის და ქვეყანაში ხო იგივე ჩვენ რო ეხა დამფუძნებელი კრების არჩევნები ვნახეთ ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა მახსენდება 90-91 წელი როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა იქ ზვიად გამსახურდეს ხელისუფლებას არ ჩაატარებინეს არჩევნები გახსნათ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთის გარკვეულ ნაწილში აქაც იგივე მოხდა ხალხო იმიტომ რომ იქაც ბოლშევიკები იყვნენ მტრები ჩასაფრებული აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და არ ოსეთის ოლქში იქაც წარმოგიდგენიათ როგორი ბმა არის კი ბატონო აი იქაც ჩასაფრებულები იყო ის მათაც არ უნდათ საქართველოს დამოუკიდებლობა არც აფხაზეთში გარკვეულ ნაწილს სადაც ბოლშევიკები აკონტროლებდნენ და ცხინვალის ოლქში ანუ სამხრეთ ოსეთში ანუ ეს ხო არის იმისი დადასტურება რომ მათ შორის დღეს არსებულ პრობლემებს ეს მართლა გუშინ და გუშინ წინ დამდგარი რეალობა კი არ არის ამას აქვს ძალიან ღრმა ისტორიული თესვები და ის ისტორია რო ყოფილიყო გაანალიზებული ის ისტორია რო ყოფილიყო სწორად შეფასებული და ჩვენ აი მარტო ეს მშრალად ფაქტების ცოდნაზე კი არ ყოფილიყავით ორიენტირებული არამედ ძირეული მიზეზები გაგვეგო ამ ყველაფრის ალბათ ძალიან ბევრ უბედურებას გადარჩებოდა დღეს ხო უკვე ჩვენი სახელმწიფო ეს არის ალბათ სამწუხარო და კიდევ ერთი რამ რაზეც აქცენტი მინდა რომ გავაკეთოთ აი თქვენ ბრძანეთ პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკა საქართველოსი და ვთქვით რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ალბათ თუ სწორად მახსოვს ევროპის კონტინენტზე ნამდვილად პირველი შემთხვევა როდესაც აი მაგალითად ქალები აირჩიეს პარლამენტში ბატონო 4 ქალი იყო ერთი მოადგილე იყო პარლამენტის თავმჯდომარე აბა კი ბატონო ქალების ჰქონდათ პასიური საარჩევნო უფლება გარდა ამისა ჩატარდა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
შესაძლებელი 15 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. საარჩევნო, ასე ვთქვათ, სისტემა იყო პროპორციული სისტემით მოხდა მაშინ არჩევა, როგორც მახსოვს. ერთმანეთად პროპორციულად იყო, კი ბატონო, პროპორციული სისტემით და ანუ ყველაფერი ის მახასიათებელი საუკუნის წინ ქონდა ჩვენს რასაც ეხლა გადია ზოგიერთი ევროპის ქვეყანა. რასაც ეხლა ზოგიერთი ქვეყანა გადის. რანაირად აღმოჩნდა, რომ აი ასეთი სახელმწიფო, ასეთი კულტურითა და ტრადიციით, რომელიც მოწინავე იყო იმ ღირებულებებში, რაზეც დღეს თანამედროვე დასავლური ცივილიზაცია დგას, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ აი დღეს მაგალითად ქალთა უფლებებზე ვიცით, რომ უნდა წაგვიკითხონ ლექციები და საქართველოს ამ ხრივ ითვლება ჩამორჩენილ ქვეყნად, სადაც თურმე ქალების უფლებები არის ფეხქვეშ გათელილი. ქვეყანა, რომელმაც აი 30 წელია საარჩევნო კოდექსი ვერ დაწერა და ყველა მთავრობა, რომელიც მოდის, შემდეგ ატარებს არჩევნებს და ლეგიტიმაცია ამ არჩევნების ხდება ხოლმე. ჩოხასავით ირგებენ საარჩევნო განხილვა ხდება მერე ყოველთვის პრობლემა. აი, რანაირად აღმოჩნდა ასეთი განვითარების სახელმწიფო ასეთ საფეხურზე? ალბათ საინტერესო იქნება. მე რას ვფიქრობ, იცით, კი, საინტერესო კითხვაა, თენგო და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ აი თვითონ მაინც ვაბრალებ იმას, რომ აი წყვეტა საკმაოდ სერიოზულია. შეიძლება ისტორიისთვის არაფერი არ არის, ხო? 80 წელი, 90 წელი მისთვის ეს ეფემერული გაელვება თვითონ ისტორიისთვის და ისტორიული კონტექსტისთვის, მაგრამ ამან სამწუხაროდ იმუშავა. აი შენ როდესაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყავი, ხო შენ არავინ არ გაძლევდა იმის საშუალებას, რომ შენ სახელმწიფო, ანუ ხო ხვდებით, აი სახელმწიფოებრივად გეაზრებინო, იმიტომ რომ შენი ჩარჩოში და იმაში იჯექი, არავინ არ გაძლევდა იმის საშუალებას, რომ შენ ჯარი, იმიტომ რომ საერთო იყო ჯარს რუსეთ მოსკოვი მართავდა, საგარეო პოლიტიკას მოსკოვი მართავდა, ასე ეკონომიკას მოსკოვი მართავდა და დამოუკიდებლობა და სახელმწიფო აზროვნება რა არის, რომ ეს მარტო ეს სეგმენტები ხო, სახელმწიფო რისგან შედგება, ზუსტად აი ამ სეგმენტებისგან და რომელიც აყალიბებს სახელმწიფოებრივ აზროვნებას. ეს არ გქონდა ჩვენ. ატროფირებული იყო ერთში და ქვეყანაში. ამიტომ არის აი ეხლა ჩვენ რო უყურებთ რომ კადრების დეფიციტია ვამბობთ ხო, მართლა ასეა. აი არა უყავს კადრები, ანუ სახელმწიფო სისტემებში კარგია ეხლა ახალგაზრდები მოვყავს რაღაცა, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს პერმანენტული დეფიციტი მაინც იგრძნობა და მეორე ყველაზე მთავარი, ყველაზე უმნიშვნელოვანესი და რაც მიუღებელია პირადად ჩემთვის, რომ სამწუხაროდ გაუცხოება მოხდა. გაუცხოება მოხდა თვითონ აი ამ გარკვეულ კასტას შორის, რომელიც ხელისუფლებაში იყო, მე ვამბობ მართლ ელიტას არ გამოვყო ყველას მართლ ელიტას რომელიც გარკვეულწილად კასტა ჩამოყალიბდა რომელიც გაუცხოვდა და დისტანცირდა სოციუმისაგან აი ეს არის კიდე დიდი ჩვენთვის სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი დაუპირისპირდა გამიგე დისტანცირდა და მისთვის სახელმწიფო გახდა არა პასუხისმგებლობა არამედ რესურსი აი ეს არის ჩვენი უბედურება ხელისუფლებაში მოსვლა არის რესურსი ანუ კერძო შენი პირადი გამდიდრების და შენი დაუშვა ცხოვრების მოწყობის სანამ საქართველოში იქნება ის აზროვნება რომ ხელისუფლებაში მოსვლა არის შენი პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფა მოწყობა და ეგრეთ წოდებული ბოდიში ამ ტერმინისთვის მაგრამ მიღებული ეს კრიშა ო არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას აი ზუსტად შეიცვალოს ალბათ ეგ თავარი გამოწვევაა ზუსტად ეს უნდა შეიცვალოს აი კონტრპროგრამა რა არის იცი ჩემო თენგო ამისი ქსენოფობიაში და საზღვრით ჩაკეტვაში კი არა აქ კონტრპროგრამა იქნება იმისი რომ ჩვენ ეს არის პირველ რიგში სამართლიანი სასამართლო ეს არის პირველ რიგში ხარისხიანი განათლება ეს არის კიდე ეკონომიკური თავისუფლების მიცემა და ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ქართული ერისთვის იმედის დაღირსების დაბრუნება. აი ეს არის ყველაზე მთავარი. დღეს ქართულ კაცს იმედი აქვს დაკარგული. ამით ვერაფერი ვერ გაკეთება. შენ იმედი უნდა დაუბრუნო. შენი ცხოვრების წესი და შენი სახელმწიფო მოღვაწეობით. სამწუხაროდ არ ხდება ასე. იმედგაცრუებულია დღეს. ქვეყანა და ცრემლია რა ქართული ხო აი დაუშვა პროტესტი არის იგივე ცრემლი რომ ვერაფერს ვერ აკეთებ. ეს ტოქსიკური ნალექი ეს გროვდება. ამათ გონიათ რომ ქვეყანას ამნეზია ჭერს კოლექტივ და არა ხალხნო არ არის. ხვალდაზე შეიძლება რაღაცა ისეთი ამიტომ არ შეიძლება ამისი ესეთი ასეთ დონაზე მიყვანა მე მესმის საკმაოდ ძნელია ძალიან ძიმე და გამოწვევებია მაგრამ მე უბრალოდ რაზე მწყდება გულიც არ მინდა ეხა დღეს პოლიტიკაში საუბარი ერთი თემა მინდა უბრალოდ აი თქვა ვახსენო რომ აი დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს მიმართ ანუ ვიქნებით რა ასეთი არ არის
არც ერთ დიპლომატიურ ურთიერთობებში ან ნებისმიერ დიპლომატიურ სასწავლებელში და ვინც კატეგორიული ტონი მიუღებელია და წინა პირობებით საუბარი ნებისმიერ მოლაპარაკებაზე რა. ეს მარტო პოლიტიკაში კი არა, ცხოვრებაშიც ეგრეა უნდა, რა თქმა უნდა. შენ როდესაც დამარცხებული, დამცირებული, შეურაცხყოფილი მიდიხარ და ტერიტორიები დაკარგული, კი ბატონო, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ როდესაც შენ გინდა და ცდილობ ამის დაბრუნებას, შენ წინაპირობას ნუაყე არ შეიძლება. ნუ ყოველ შემთხვევაში ამის ის რო გქონდეს საფუძველი რესურსი რო გქონდეს, მაშინ სხვა არის, მაგრამ ნუ ეს არ არის. 15 წლის განმავლობაში ჩვენ რო ვცადეთ, ყველანაირად ვცადეთ, ხო? ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. საერთაშორისო ურთიერთობები ისე მიუდექით, ასე მოუდექით ვერ მივახსენეთ. საუბარი მაქვს, მე მინდა ჩვენ კი მაყურებელს შევახსენო, საუბარი მაქვს აფხაზეთისა და სამოჩაბლოს თემასთან დაკავშირებით. ვერ ვაკეთებთ, ხო? ანუ ვეძებოთ სად რუსეთთან ურთიერთობაში და მოდით რა ყველგანი წინაპირობის გარეშე სუბთაფურცელი დავიწყოთ. იქ ვნახოთ, შეიძლება არ მოდის მოლაპარაკებაზე და გასაგებია გოცოდინება, რომ ეს არ მოდის მოლაპარაკებაზე და ეს ისე დაუსახეს ქართულ ხალხს. მე ხო ბავშვობიდან მახსოვს. ჩემი ასაკი ამ შემთხვევაში თითქმის ზუსტად ემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ასაკს 99-ში ვარ დაბადებული და ნუ შემდეგ რაღაც 1-2 წლით შეიძლება ადრე დავებადე თორე მე მახსოვს ბავშვობიდან როგორ ამ თემასთან დაკავშირებით რა დისკუსიები არსებობდა დღეს საერთოდ აღარ არსებობს რუსეთთან დიალოგზე არანაირი დისკუსია და ამაში ვხედავ მე მთავარ პრობლემას და ტრაგედიას რომ განაის რომ ეს გადაწყვეტილებაა სწორი თუ ის გადაწყვეტილებაა სწორი და უნდა დაველაპარაკოთ თუ არ უნდა დაველაპარაკოთ არა საერთოდ დისკუსია ამ თემაზე არ არის არ მიმდინარეობს ქვეყანაში და ეს არის უბედურება ჩემი აზრით თორე დისკუსიაში რა თქმა უნდა ერთ მხარეს ერთი არგუმენტი აქვს მეორე მხარეს მეორე არგუმენტი აქვს და რაღაც საერთო აზრამდე მივიდოდით ბავშვობიდან მე რაც მახსოვს ერთადერთი არის ის რომ ამას აზრი არ აქვს რუსულ მხარესთან საუბარს აზრი არ აქვს მაინც გადაგაგდებენ მაინც არ უნდა ელაპარაკო აზრი არ აქვს მაგათთან შეთანხმების მიღწევას მაგრამ აი არ ვიცი რამდენად ეს არის მართლაც ასე ჯერ ერთი და მეორე ვინც ამას ამბობს მისგან მინდა მოვისმინო მაშინ რა არის ამისი ალტერნატივა ანუ კონტრარგუმენტი თუ გვაქვს იმისი რესურსი რომ რუსეთის ფაქტორის იგნორირებით მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დაცვა და არ ვიცი სამხედრო გზით იქნება თუ რაიმე სხვა მექანიზმით იქნება მოვახდინოთ ამ დეოკუპაცია ამ ტერიტორიების და ისინი კვლავ დაბრუნდნენ საქართველოს ერთიან შემადგენლობაში თუ არსებობს ასეთი გზა მაშინ რა ვიცი კი ბატონო მაგრამ ნუ თუ ამ გზას ვერ ვხედავთ და ეხა ერთხელ ვიომეთ დავმარცხდით ორჯერ ვიომეთ დავმარცხდით რამდენჯერ უნდა ურტყათ ერთი და იგივე კედელს თავი ხო ცხადია რომ საჭირო არის რაიმე ალტერნატიული გზის მოძებნა თორე ის კი არა რომ ვინმეს უხარია მით უმეტეს დამარცხებულის პოზიციიდან ეხა რუსეთთან საუბარი ხო ეს რა თქმა უნდა არ არის არავის სული ისто აი კიდევ ერთხელ რა ჩვენ თემატურად რომ უპასუხო ჩვენი გადაცემის სემანტიკურ პლას აი ზუსტად ვამბობ და მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა ნებისმიერი მოცემულობით რუსეთის სახელმწიფო რამ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ყოველთვის ექნება იმის თავი რომ საქართველოს ზიანი მეაყენოს ნებისმიერი მოცემულობით გაიხსენეთ 90-იანი წლები გაიხსენეთ ხო თითქმის დაშლილი სახელმწიფო ერთი ლოთი კაცის ხელში ეს ჩემი მოგონილი არ არის ბატონო შეგიძლიათ ელცინის პირადი დაცვის ყოფილი უფროსის გენერალ კორჟაკოვის მემუარები წაიკითხოთ და ნახავთ ვინ მართავდა და როგორ მართავდა რუსეთს წაიკითხეთ ერთი მისი მემუარები და ნახავთ რა ხდებოდა რუსეთის მმართველობა და როგორ მართავდა და ნუ მისი ცნობილია სიმთვრალეები და ცნობილი ორგიები ნუ კარგით არ გვინ ამაზე საუბარი ხო მაინც გვავნო და მაინც დაგვაკარგენა აფხაზეთი ხო? მაშინ რუსეთის სახელმწიფოც არ არსებობდა ესე იყო ნომინალურად თორე მართავდნენ ამერიკელები თავიდან ბოლომდე ამ ელცინს და მთელ მის კამარელიას. აი ხო ხედავთ არა ნებისმიერი მოცემულობით შეუძლია. არ შეიძლება რუსეთი აქ აი საკმაოდ ეს ბრიყვი მსჯელობები რომ აი კავკასიას კარგავს რუსეთი ნუ კარგით ხალხნო რა სანამდე აი ამ ბრიყვეს ამ უსოდინაბრობას ამ პრიმიტიულ აზროვნებას რომ გადავეჩვიოთ რა არავინ არაფერს არ კარგავს ტრამპი რომ აქეთ არის ყურება თქვენ ვერ ხედავთ რამდენიმე დღე ერთი თვის დაახლოებით წინ არ ვიცი თენგო ტრამპს ქონდა შეხვედრა შუა აზიის ყველა რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური ჩაიყვანა და რა მოხდა იქ 100 მილიარდის მარტო უზბეკეთთან აწერს ხელს იმას რა ქვია ინვესტიციებს იქ ყაზახეთთან რამდენიმე მილიარდი იქ ყველა ქვეყანასთან ხო
კავკასიისკენ არც იხედება. არც იხედება და რა ინტერესია. ერთხელ გამოიხედა და რაღაც ზანგეზური არც არა შეთანხმება, ინტერესია, ზანგეზური, ნუ ეხლა რომელიც ისეთი იმას მართავენ, ვითომ ზანგეზური, ნუ გასაგებია, ხო, არა ინტერესებს. რომ დაჭირდეთ, ხო, საქართველოსაც ისე დატოვებენ გვერდზე, როგორც დატოვეს ეგერ მუმბაი, პეტერბურგის ხაზზე ჩრდილოეთის სამხრეთი. ნახეთ რა. ამიტომ ეს ცოტა ნახეთ რა მოხდა ინდოეთში, პუტინის ვიზიტი. ხო და მისი დამოკიდებულება ინდოეთის დამოკიდებულება. ინდოეთი გახდა ერთად რომელსაც რუსეთის ენერგომატარებლების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი არის. კი ბატონო. და სხვა. ბატონო, კაი, თქვენმა საუბარმაც მოიტანა ეს თემა და მინდა ერთი ვიდეო ვაჩვენოთ არქივიდან. თქვენი ვიდეო არის ეხლა ვიგეტყვით და ამ ვიდეოს თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, მათ შორის დიდი კრიტიკა მოყვა თქვენი მისამართით. საკითხი შეეხება უკრაინას, ეს არის 2023 წლის ვიდეო და თქვენ მაშინ საუბრობდით ასე ვთქვათ, ისეთ რამეს, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მოდით მოვისმინოთ რას ამბობდით ჩვენ სტუდიაში 2023 წელს და შემდეგ აი დღეს თუ ხედავთ იგივე პარალელებს, საინტერესო იქნება. ეს არ არის უკრაინის ტერიტორია, უკრაინა არის ხელოვნურად შექმნილი. დღეს უკრაინელები სამარცხვინოდ სტალინს ლანძღავენ და სტალინის ძეგლი უნდა ედგას ყველა უკრაინელ სახლში. ნუ აი ეს ქვეყანა დღეს რაც არის, ეს არის სტალინის შექმნილი. 7-ვე სახელმწიფოს წაართვა ტერიტორიები. თან ორჯერ წაართვა და ბოლოს ომამდე და ომის შემდეგ ბოლოს იმასაც წაართვა, რა ქვია, მაგას პოლონეთს 5 ოლქი შეუერთდა და ხელოვნურად კი ბატონო შექმნა. ეხლა თქვენ რო უჟგოროდი ახსენეთ. არ ბელორუსი უფასებს, ბელორუსაც დიდი ნაწილია პოლონეთს. ხო, რა თქმა უნდა, ხო. უჟგოროდი, რუმინეთი, ბუკოვინა წაართვა. უნგრეთი, იქ სლოვაკეთია, იქ რუსეთია, იქ ბელორუსია, უამრავი. აი ეს რუსული ტერიტორიები იყო ყველა, არაერთხელ მithქვამს, რომ დამესიენ. ეს იყო რეჩპოსპოლიტას ტერიტორიები, ხალხო, რეჩპოსპოლიტა იყო სახელმწიფო წარმონაქმნი 200 წლის განმავლობაში ევროპის 9 ტერიტორიაზე და ერქვა პოლონეთის სამეფო და ლიტვის მთავარი სამეფო. ეს ძალიან საინტერესო სახელმწიფო წარმონაქმნი იყო, ალბათ პირველად ისტორიაში, რომ მეფეს თვითონ პარლამენტი ირჩევდა, კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო იყო და 1795 წელს დაიშალა რეჩპოსპოლიტა და ერთ-ერთი დამშლელი რუსეთიც იყო და აი ზუსტად ეს აღმოსავლეთის ტერიტორიები რაც არის დღეს ყველა შეხვდა რუსეთს და იგივე ეს ებრაელები ძირითადად იქ იყვნენ დასახლებული და წამოიღო რუსეთმა აი დღევანდელი დონეცკის ოლქი აღმოსავლეთ რომ ამბობთ მალაროსია და ეს დასახელებები რაც არის დღეს არაერთხელ მithქვავს რომ ნიკოლაევი რო ქვია ეს წმინდა ეკატერინეს დაარსებული და პაჭონკინის დაარსებული ქალაქები მისი საპატრიარქო და ერქვა ხო მარიუპოლი წმინდა მარიამის იზიუმი და ასე შემდეგ და ასე ხერსონესის საპატრიარქო ხერსონი ადგილი სადაც რუსები მოინათლენ პირველად კი ბატონო იმის ადგილ დღევანდელი სევასტოპოლის ადგილ ყირიმთან საერთოდ შეხება არ აქვს უკრაინას საერთოდ ყირიმი იყო სახანო და შემდეგ 1793 წელს ეკატერინე მეორემ წაართვა სახანო შემოიერთა და იმიტომ ერქვა პაჭონკის კნიაზ თავრიცკი ნუ რუსებს ეს ისტორია არ ვიცით მოვდივართ საუბრობთ წარმოდგენა არ აქვს არავის და აყოლილი ვართ პოლიტიკურ კონიუნქტურას. დიახ, დაუბრუნდით ეთერში. რატომ მინდოდა ახლა ამ ვიდეოს გაშვება? დღეს შეიძლება მაყურებელს საერთოდ არ ეუცნაუროს ტელეეთერებში ასეთი საუბარი, მაგრამ ეს არის 2023 წლის ვიდეო, როდესაც ის ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ, იყო აი რაღაც ერესის დონედ ერეტიკოსი იყავით ამათ თვალში, ვინც ამას ამბობდა. ნიშნულობა არ აქვს იმას ეხლა რომ რასაც თქვენ საუბრობთ ეს აბსოლუტური ისტორიული ჭეშმარიტება უბრალოდ ამის გაჟღერებაც კი ითვლებოდა რომ შენ ხარ ცივილიზაციის მტერი და გამოქვაბული და ნიყურები და ასეთი შეფასებებიც არაერთხელ მოგვისმენე მათ შორის თქვენს ვიდეოს მაშინ ძალიან დიდი კრიტიკა მოყვა მაგრამ დღეს ამას საუბრობს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას საუბრობს არ ვიცი ვიქტორ ორბანი და კიდე ბევრი სხვა ევროპაში თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში რასთან გვაქვს საქმე თქვენი აზრით ეხლა არ იქნება სწორი და დარწმუნებული ვარ ხა მიუხედავად დიდი პატივისცემისა ჩემი თქვენს მიმართ არც თქვენ გაქვთ ისე შეხედულება რომ აი მსოფლიოში მხოლოდ თქვენი ცით ეს ამბავ. რასთან გვაქვს საქმე და აი მით მინდა დავიწყოთ რითიც თქვენ ამ გამოსვლას ასრულებთ რომ ისტორია არც ვიცით არც გვაინტერესებს და ისევ მსჯელობთ რაღაც ისტორიულ საკითხებზე თუ შემდეგ უკვე დღევანდელობაზე და შედეგებზე. სადამდე მიიყვანა უკრაინა ზუსტად ამ ისტორიის არწოდნამ
ამ ყველაფრის არ გაანალიზებამ და ჩვენთვის რატომ არის ეს ყველაფერი აქტუალური ალბათ საინტერესო. ბატონო, აი ზუსტად ჩვენ საუბრობდი და ეხლა მეც არ მახსოვდა ეს ჩვენი გამოსვლა და ზუსტი მისამართები ახლა დავაკორდეთ რა ხდება. მართლა ამ გამოსვლა სერიოზული მოყვა, ისეთ გამოხმაურებები იყო კრიტიკული რომ თქვენ ხართ აი რუსეთის ანუ ეს საქართველოში ხო ეს წესია რომ ნებისმიერი გამოსვლა, ნებისმიერი კრიტიკა დაუშვათ კონსტრუქციული გააკრიტიკო ხო ან მის ზარეთან ხო შენ უკვე რუსეთუმე ხარ, რუსეთის აგენტი ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისტორიული სიმართლე გამოვიდეს ნებისმიერი და ამის საპირისპირო დაგვიმტკიცოს ხო? რასაც ჩვენ ხო ვამბობთ ისტორიული ფაქტია. მოდი და შემეკამათეთ ისტორიული ფაქტით, რომ აი ეს არ არის ისტორია და მე დავუშვათ პროვოცირებას ვაკეთებ და არაობიექტურ რუსულ პროპაგანდას უარეს გეტყვით კიდე, რაც მე ახლა იმ საუბარში არ მithქვია და იგივე რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, ხო? რამდენიმე საუკუნით ადრე კიდე ეს რუსული ტერიტორიები უკაცრავად ეს ტერიტორიები უკრაინის რაც პოსპოლიტას შემადგენლობაში იყო დაუშვათ ეს არის მე-17 საუკუნეზე მაქვს მე საუბარი იყო გენიალური უდიდესი რეჩპოსპოლიტას მეფე უდიდესი იან მესამე სობესკი ეს უდიდესი პიროვნება იყო ორი პიროვნება დღეს მსოფლიოში ქრისტიანულ ცივილიზაციაში რომელმაც ქრისტიანობა გადარჩინა იცით თქვენ ეს არის პირველი დავით აღმაშენებელი ვინც ილღაზი და ჩაკეტა და არ გაუშვა ხო რა თქმა უნდა აბა რა იმიტომ რომ ეს უკვე მიდიოდა აბა რატო გამოაგზავნეს კონსტანტინოპოლიდან კი ბატონო სიმბოლურად მაგრამ ჯვაროსნები რო გვეხმარებოდნენ ხო იმიტომ რომ უკვე ისლამი და მიდიოდა საქართველოს გავლით ევროპისკენ და მეორე იყო ეს იან სობესკი იან მესამე სობესკი ვენის კი ბატონო გსოდნია ხო კი ბატონო ვენის ეს გენიალური სურათი ვატიკანის მუზეუმში რო არის ვენის ალყა ცნობილი მე-4-ს კუდით ქვასროლენა და იან სობესკიმ ჩაკეტა და ანუ არ მისცა ევროპაში ქრისტიანობის ანუ ისლამის გავრცელება ხო თორე ეს ოსმალეთის იმპერია ძალიან საინტერესო იმ პერიოდზე როდესაც ოსმალეთი უკვე ავსტრიის დედაქალაქამდე კი ვენაში იყო და სწორედ სობიესკი აღმოჩნდა ის ასე ვთქვათ დამაერთიანებელი ლიდერი რომელმაც ქრისტიანული დღეს ამას ამბობ იმედი დაკარგული ვენა გადაარჩინა კი ბატონო გადაარჩინა მე-15 გადაწყვეტილებს ზეიმობდნენ უკვე რომ აღებული ქონდა და ვენის აღება ეს უკვე ევროპაში შესვლა იყო ხო და ეს გადაარჩინა და მე უკვე ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება რუსეთთან იან მესამე სობესკიმ გააფორმა საუკუნე ზავი 1600 ეს იყო 1693 წელს 12 სექტემბერი ეს ისტორიული დღეა მთელი ევროპული ქრისტიანობისათვის ზეპირად უნდა ვივსოთ ეს არა მაგრამ აი არის სამწუხაროდ და ისტორია ასე რომ არ ვიცით არ იციან ეს რო არ მომხდარიყო დღეს რა ქვია საქართველოშიც და ევროპაშიც მაგრამ სამწუხაროდ ბრუნდება ისევ ხედავთ რა ხდება ევროპაში ხო ევროპის ყველა დიდ ქალაქში ლონდონში პაკისტანელია ლონდონის მერი და ანუ ნიუ-იორკშიც რა მოხდა და მე მგონი უკვე ქუჩაში ნამას აკეთებენ და ხვალდაზე უკვე დაიწყება ხო ანტიქრისტიანული და ანტიებრაული გამოსვლები გაიხსენეთ ახალი არჩეული ნიუ-იორკის მერის ცნობილი გამოსვლები ხო მაგრამ აი იმ პერიოდში ეს ხო მოხდა და მე პოლონეთის ანუ რეჩპოსპოლიტეს დამოკიდებულება აი უკრაინის ისტორიასთან მეცნიერება რა საუკუნეზავი გააფორმა რუსეთთან მაშინ იყო სოფია ალექსანდრეს არსული პეტრე პირველის უფროსი და რეგენტი ნუ მეფე რუსეთის საუკუნეზავი რითაც გადაეცა კიევი რუსეთის გავლენის სფეროში ლევა პაბერეს მარცხენა სანაპირო უკრაინეს აი დღეს სადაც საომარი მოქმედებები ეს არის მე-17 საუკუნე ჩემო კარგო აი ეს ხო და აი რატო ამბობ ისეთ დღეს საერთოდ საუბარი არ არის ყირიმზე რატო არ საუბრობენ ყირიმზე მე რომ მთელი ამბავი ამით ეხეს და საიდან რატო არ საუბრობთ ყირიმზე ამერიკამაც უთხრა ამაზე არ არის ნუ თქვენ გაგიგიათ რომელიმე მოლაპარაკებაში რომ ყირიმის საკითხი ყოფილიყო არა და აი თავდაპირველად როდესაც ჩაიშალა ანკარას მოლაპარაკებები ზუსტად ამ საბაბი ჩაიშალა რომ ყირიმიც უნდა დავიწყო იქ როგორ იყო იცით ყირიმის სტატუსზე უნდა 15 წლის განმავლობაში ხო უნდა ბევრად ბევრი ვარიანტი ხო მაგრამ ეხა საერთოდ საუბარი არა იმიტომ რომ არანაირი შეხებაც კი უკრაინას ყირიმთან არ ქონია არანაირი არ ქონია და ზუსტად პოლონეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები იმიტომაც მიდიოდა და ერთმანეთში კავშირი რომ ყირიმის ხანის თავდასხმები აეცილებინათ საერთოდ თავიდან იმიტომ რომ ისინი როგორც ჩვენ ლეკებმა გაგვიმწარეს ცხოვრება აი ესე იყო იქაც და ეს მოხდა თურქული გავლენის რა თქმა უნდა თურქული იყო რა თქმა უნდა
და ეს იგივე ამ ოსმალეთის იმპერია, კაცო, 7-6 საუკუნეა 1299 წლიდან არის და დაწყებული 1918 წლამდე. სამ კონტინენტზე გადაჭიმული იმპერია, კი ბატონო და საქართველოს შეეწირა, აი ზუსტად ოსმალეთის იმას შეეწირა, როდესაც ლენინმა იარაღი და ოქროებით აავსო ქემალ ათათურქი. და ლენინს უფრო მეტი უნდოდა რომ თურქეთი მისი ყოფილიყო და ამიტომ იყო ყველაფერს უკეთებდა. როდესაც 1918 წელს ბრესტ-ლიტოვსკში ზავიდადო რუსებმა ტროცკი რო ჩავიდა გახსოვთ და არც ომი და არც მშვიდობაო და ნახევარი რუსეთი მისცა რომ ომი შეეწყვიტა. მაშინ საქართველოს გადასცეს თურქეთს. ლენინმა მისცა პირდაპირ თურქეთი ბათუმი აჭარა და ის თურქეთს მისცეს. ეს ხო პირველი ომის დასრულების ფასი. კი, იმიტომ რომ გერმანია და თურქები იყვნენ მოკავშირეები. ხო და აი ესეთი მოცემულობა გქონდა და დღესაც იგივე ხო გახსოვთ აი ვამბობდით ჩვენ რომ იგივე ამ ისტორიული ქრონომეტრაჟის სახით გრძელდება ეს ყველაფერი უბრალოდ სხვა რეალობებია სხვა ლიდერებია და პოლიტიკური ანტურაჟი შეიძლება სხვა იყოს მაგრამ აი შინაარსობრივი დატვირთით იგივეა თენგო გამოწვევა ზუსტად იგივე გვაქვს ზუსტად ერთ-ერთში გამოწვევა ეხლა თქვენ კარგი თქვით ხო აი საუბრობთ ეხლა რაც ჩვენი გამოსვლა და არ მინდა ეხლა ჩემ თავზე ვისაუბრო თქვენც ამას საუბრობდით და ჩვენი კოლეგებიც აქ ვინც გამოდე ყველა მე არა ვარ გამორჩეული მარტო ყველას ერთი ხედვა ქონდა ვინც სიმართლე იცის და ექსპერტული წოდნის მხრივ თქვენგან მიღებული ინფორმაცია ბევრად ღირებულია ამ ხო და ეს ხო იგი ხო აღმოჩნდა რომ მართლები ვართ აი შარშან კიდე უამრავი ჩვენი გამოსვლებია განათლების სისტემასთან დაკავშირებით და სხვადასხვა მაგრამ აი ხო აი ამ კონტექსტში მე მინდა მადლობა გითხრათ რომ აი ეს გამახსენეთ და ვნახეთ ხო ეს სიუჟეტი და აი ხო გაამართლა გამოჩნდა რომ მართლები ვართ იმიტომ რომ აი ბოლო პერიოდში მე მაინც მიუხედავად იმ პროცესებისა რასაც ვხედავთ და მე არაერთხელ აღვნიშნე მათ შორის ჩვენი გამოსვლების დროს რომ ჩვენი ეთერების დროს რომ სულაც არ מחარებს ის სიტუაცია რაც დღეს ხდება უკრაინის ირგვლივ იმიტომ რომ შეიძლება აი წარსულში ყველამ კარგად იცის ახლა მათ შორის ჩვენმა მაყურებლებმა ჩვენი პოზიციები ზელენსკისთან მიმართებაში ამ ომთან დაკავშირებით და დღეს მართლაც მართლდება ის ყველაფერი რაზეც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ საუბარი გვქონდა მაგრამ აი იცით რა არის ბატონო მამუკარ ისე თქმა მინდა ერთგვარ პარალელს ხედავ ამ შემთხვევაში ქართულ ხალხს და უკრაინელ ხალხს შორის იმ კუთხით ისინი რა თქმა უნდა გაცილებით დიდი სახელმწიფოა გაცილებით ბევრი არიან და შეიძლება კიდევ უფრო მეტის გაძლების რესურსიც აქვს მაგრამ როცა ვსაუბრობთ იმედგაცრუებაზე თქვენ ამბობდით რომ დღეს რაც ქართულ ხალხს აკლია ეს არის იმედი პირველ რიგში მომავლის იმედი აქამდე ჩვენ ხო გვასწავლიდნენ და გვზრდიდნენ ისე რომ აი ეს იმედი ჩვენი სახელმწიფოსთვის არის დასავლურ ოჯახში დაბრუნება ინტეგრაცია იქაურ სივრცეში ნატომ უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხდეს ჩვენი ეკონომიკური წინსვლა და აქეთკენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული უკრაინელმა ხალხმა ამაში გადაიხადა უზარმაზარი ფასი მათ გაიღეს სისხლი მათ დაკარგეს სახელმწიფო ნახევარი ყველაფერი დაკარგეს რა ყველაფერი დღეს რა შედეგი აქვთ მათ საუბარია ისეთი ტიპის გზაზე როდესაც ისინი ვერ მიიღებენ ვერც ნატოს ვერ მიიღებენ ვერაფერ იმას რაზეც მათ შორის ჩვენს გვპირდებოდნენ და ჩვენც ძალიან ბევრჯერ გავეხვიეთ შარში ხო აი ამ ცრუ იმედების და ილუზიების გამო ამას რო ხედავ აი ეს არ მიხარია ეს არ მომწონს და დასავლეთის მხრიდან დღეს უკრაინას როცა ჩვენ გვესმოდა რომ ბოლომდე დავიცავთ უკრაინას, მანამდე დავიცავთ სადაც საჭიროა და დღეს აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, რომ შენ არაფერი კარტი არ გეჭირავს და სიტყვაც არ გეკუთვნის, როცა მილიონი ადამიანი დაიხოცა უკვე ამ ომში. აი ეს იმედგაცრუება არ ვიცი როგორ უნდა დაიძლიოს. ან უკრაინაში, ან საქართველოში, იმიტომ რომ ალბათ საღიჭკუის ქართველებისთვის დღეს მაინც უნდა იყოს ნათელი რა მომავალს გადარჩა ეს ქვეყანა და რა შედეგებს გადარჩა ეს ქვეყანა. რო ავყოლოდით აი იმ სიგიჟეს და იმ ტალღას, რომლებიც აი თქვენს გამონათებდნენ და თქვენთან ერთად კიდე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ხელისუფლება ხო აყვა 2008 წელს რაც გააკეთა. ჩვენ ხო ეს ყველაფერი გვიდევს. ეს ხო მოგონილი არ არის თენგო. ჩვენ ხო აი ეს ავანჭურა რაც სააკაშვილმა გააკეთა, ხო გვიდევს ყველაფერი და ვიცით. ამის მერე კიდე ნორმალური კაცი რამეს იფიქრებს დამოკიდებულებაში, ხო? რო კუდი თქვას ერთმანეთს ასწრებდნენ გენერლები და ისინი და მიცვალებული ბიჭები რო დატოვეს გმირი ბიჭები იქ და უწმინდესი რო არ მისულიყო იქ ქრისტიანული წესითაც ვერ ვაპატიოსნებდით მიცვალებულებს ხო ამაზე რატო არ ფიქრობს არავინ ეს ხო არ არის შორეული წარსული ხო ეს ხო არ არის შორეული წარსული ეს კი შენი ისტორია მაგრამ სულ რაღაც 15-17 წლის წინანდელი ამბავია ხო ესეც კი არა გვაქვს მე მგონი სწორად გაანალიზებული სწორად არა გაანალიზებული ჩვენ კიდე რისი ბრალია იცით
მე არაერთხელ მოვყევი და შეიძლება ხა ცოტა ისეთი ის გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ ისტორიას ყველაფერი ერთად ისტორია არის საჯული. ისტორიას უყვას პასუხის გაცემა, ისტორიას უყვას მოთხოვნა. და ისტორია ყოველთვის დამნაშავის ჯჯის თავისი საქციელის გამო. ჩვენ, როდესაც შევარჩიეთ რომ სახელმწიფო გადატრიალება არა აქვს მნიშვნელობა ახლა ჩვენს პოლიტიკურ გემოვნებას და ჩვენს პოლიტიკურ იდეოლოგიას მე ვიყავი იქეთ ამ მხარეს თუ არანაირი მაგრამ რაც გავაკეთეთ 90-იან წლებში ვინმე დაისაჯა არავინ არ დაჭილა რაც მოხდა აფხაზეთში და დავკარგეთ ძალიან ბევრი ღალატის გამო აფხაზეთში დაისაჯა ვინმე არ დაჭილა 2008 წელთან დაკავშირებით ჩვენ რომ აი ასეთი ავანტურაში ჩავედით და ამდენ დავკარგეთ და გადავრჩით კიდე ღვთისმადლით გადავრჩით თორე მოხდებოდა სრულიად საქართველოს ოკუპაცია დღესაც არ ვიცით რა მოხდა და ტანკები მცხეთიდან რატოში გაბრუნდა უკან ხო არ ვიცით ნუ ამაზე მოგვიწენია ვერსიები მხოლოდ რომ რუსთაველზე ჩატარებულმა მიტინგმა შეაჩერა ტაშმადური ქონდა და იქ რიგი ედგათ იმაზე წითელ ხითა გასვლაზე ხო ესეც ხო არ ვიცით რა მოხდა. აი რატო ამას არ ვაანალიზებთ. და როდესაც ხელისუფლებამ მართლა დიდ პლუსში შეიძლება ჩაითვალოს ის რომ 2022 წლიდან აი ას დანიშნულზე ვიარეთ და მართლა არ ავყევით ამ პროვოკაციას და ჩვენ არ ჩავერთეთ ჩვენთვის დამღუპელ ამ სანქციებში და რაღაცეებში და არ გავხდით პლაცდარმი რუსეთის საწინააღმდეგო და ამიტომ ვისჯებით დღეს. მაგრამ თავარს მივახცეთ ქვეყანა გადავარჩენეთ ხო? აი ეს არის რაციონალიზმი. ხო, და რის თქმა მინდა. თუმცა თუ რამე კრიტიკა ხდება ამ ხელისუფლებას, აი ესეც უნდა ითქვას ალბათ ბედის ირონია თუ ჩვენი დაუფიქრებლობა, დაუდევრობა არაფერზე არ აკრიტიკებენ იმაზე, რაც მართლა საკრიტიკებელია და რაზეც აი მე პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე შეიძლება პრეტენზია მქონდეს და ეს უკავშირდება პირველ რიგში სოციალურ გარემოს, ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, პროექტებს, მათ შორის აი თუნდაც იმ ინვესტიციებს, რაც დღეს ძალიან აქტუალურია და ამ თემებზე კი არ ხდება ხელისუფლების კრიტიკა, ხდება ზუსტად იმაზე, რაც სწორი გააკეთეს. აი ესეც ხო არის, არ ვიცი, ჩვენი რანაირი შეხედულებებია გამ ხალხს წარმოუდგენელია, მაგრამ თავრობაზე ომებიან იმის გამო, რომ რატო არ ჩაერთე ომში, რომელსაც დღეს თვითონ ხედავ რომ წაგებული ომი იყო. და რისი თქმა მინდა, ანუ რისკენ მივდივარ, თენგო. ეხლა რო ვიზახი დასავლეთი ცივილიზაცია, ნუ მე ეხლა ამ დეფინიციების არ მწავს, მაგრამ ნუ კარგი გავეოთ, რატომ არის სახელმწიფოებრივი გძლიერი? იმიტომ რომ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლაზე იყო უმკაცრესი პასუხი სახელმწიფოდან. და მე არაერთხელ მაქვს მოყვანილი იმისი ოლივერ კრომველის მაგალითი. ოლივერ კრომველი, რომელმაც აბსოლუტურად უკანონოდ მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია მე-17 საუკუნეში, ინგლისის რევოლუციის ლიდერი და მეფე გადააგდო თავი მოჭრა, მაგრამ დაირქვა თვითონ ლორდ პროტექტორი და უფრო მეტი უფლებები ჰქონდა ვიდრე მეფეს. აი შემდგომ, როდესაც რესტავრაცია მოხდა, გაიმართა სასამართლო, ჩემო კარგო, სასამართლო მიცვალებული გაასამართლა, მიწიდან ამუთხარეს ჩამოახჩოს გვამი და შემდეგ თავი მოჭრა. სასამართლოს გადაწყვეტა ღმერთო დამიფარე ახლა მე ამას არ უბრალოდ მაგალითი მოვიყვანეთ ეს ბრიტანეთში მოხდა. ეს ინგლისში აი დღეს რომ დემოკრატიის შუქურას ვეძახი და ნუ ბრიტანეთია ხო. სამაგიეროდ ბრიტანეთმა აქედან ისწავლა ზუსტად ის მაგალითი რომ შემდეგ უკვე მონარქიის დამხობა ბრიტანეთში უსისხლოდ მოხდა. ის რაც გააკეთეს საფრანგეთში დიდ რევოლუციის დროს აი მაგის ხო. კი ბრიტანეთმა ეს უსისხლოდ გაიარა შემდეგ ეს გაიარა კი ბატონო რაც საფრანგეთში კარგია რომ გაიხსენეთ თენგო მოხდა და იმის ადამიანის დაჟჯა იყო თეატრალური წარმოდგენა ხალხი მოყავდა და სპეციალურად გილოტინას აყურებინებდნენ როგორ ჭრიდნენ ეს საფრანგეთში ხდებოდა კი ბატონო კი და კიდევ სხვადასხვა ხო მაგრამ ეს ისწავლეს უკვე ეს რო გაიარა სახელმწიფო მეზგზა უკვე ვერავინ ვებედავს იმას რომ ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლა როგორ ჩვენ გავაკეთეთ 90-იან წლებში ხო არ ხდება ეს მე არ ვამბობ რომ ამის დამსახურება, მაგრამ სადღაც გარკვეულწილად ამის ისიც არის ხო? როგორც სახელმწიფო ვერ შევდექით, ალბათ არის ამისი უმთავრესი მიზეზი. სახელმწიფო უნდა ეს ამას ეტატიზმი ქვია, სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი. დღევანდელი სიტუაცია, რაშიც ჩვენ აი ხო დაძაბული ურთიერთობები გვაქვს, დაუშვათ რაღაც პრობლემები გვაქვს, ასოციალური პოლიტიკა, თვითონ სოციუმი ასოციალური ხდება, ხო? აქ სახელმწიფო ყველა სფეროში უნდა შეერევოს. ძალიან მომწონს. კარგია რომ განათლების სფეროს მიხედვა დაიწყეს.
ორივე ხელით. არაერთხელ აი ჩვენ ტელევიზიაზე ჩვენ საუბრობდით, რომ აი მქონდა მე ჩემს კოლეგებსაც გამოსვლები ძალიან კარგია. მეც რაღაცა შენიშვნები მაქვს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დასაწყისი ძალიან კარგია. ბოლომდე გაიყო ყველანაირად ხარს დაუჭერთ ამ რეფორმას, რომელსაც ბევრი რაციონალური არის ჩადებული, რასაც ჩვენ ვამბობდით იგივე და უამრავი. აი ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. აი ასეთი აზროვნებით მივალთ ჩვენ მართლა რეალურად დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო ჩამოყალიბებით და სოციალურად გამართული. ქვეყანა უნდა იყოს სოციალურად გამართული და არ უნდა იყოს ეს დისბალანსი. შენ პენსიონერს აძლევ 400 ლარს და შენ ინიშნავ 16 არ ხდება ეს არსად რა. რა თქმა უნდა იმას დიდი აბსოლუტურად ვეთანხმები, დიდი ხელფასი უნდა ქონდეს ყველანაირად, რომ გვერდზე არ გაიხედოს და დაუშვათ რაღაც სხვა რაღაცაზე არ იფიქროს. ვეთანხმები. მაღალი ხელფასი უნდა იყოს და ყველანაირი კომფორტი უნდა ქონდეს, რომ ან იმუშაოს, მაგრამ ეხლა მეორე კუთხით აი ის ვინც იქ არის ღირსია, შეძლებს ამის გაკეთებას. ეგ არის მთავარი, რა თქმა უნდა. იქ რო ზის და რო აქ იმხელა ხელფასი და ეხლა ისე დაამთავრებს საპარლამენტო ვადას, რომ ერთხელ ვერ დაინახავს საზოგადოება, რატო უნდა ქონდეს იმას პრევილეგია? ზუსტად ცნობილი სტალინური პოლიტიკური რეფრენი, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს, აი ზუსტია, ხო? კადრები წყვეტენ ყველაფერს. შეიძლება იდეალური სახელმწიფო შექმნა პლატონისეული, მაგრამ ვიღაცა ხო უნდა შეასრულოს თენგოეს. და ვინ კადრები? რა თქმა უნდა და სრულიად გეთანხმებით და ალბათ ყველაზე პარადოქსი ამ ყველაფერში არის, რომ კონსტიტუციურად ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ანუ მთავარი პოლიტიკის წარმმართველი, მთავარი ორგანო ქვეყანაში უნდა იყოს პარლამენტი. მთავრობა მის აღმასრულებელი უნდა იყოს სასამართლო მაკონტროლებელი, მაგრამ აი მთავარი ბირთვი. და ერთი საპარლამენტო ლიდერი არ ვიცი ახლა თუ ვინმე გავიხსენებთ, ვინც არის რეალურად პოლიტიკური ლიდერი და პროცესის ლიდერი, ალბათ გაგვიჭირდება, რომ ასეთი მოვნახოთ. აი ესეთი პარადოქსები საბოლოო ჯამში აზიანებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივ პროცესებს. ბატონ მამუკა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმეს დავიტოვებ, რომ მომავალშიც მოგვეცემა ამისი შესაძლებლობა. თქვენ მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და წარმატებები გისურვოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, შეგახსენებთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი ეთერის სტუმარი. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი საუბარი. მე დაგემშვიდობებით ხვალამდე, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.